ვლოგი დღეს გაჩვენებთ მოკლედ რა გავაკეთე დასვენების დღეს, სად ვიყავი და როგორ გავატარე დასვენების დღე. აქ მივდივარ მეტროსკენ. ესეც მეტრო. წავედი აულაბარში პირველ რიგში, რადგანაც წავსულიყავი ვთქვათ ინვესტიციის სახლში პასპორტის გასაკეთებლად. ესეც აულაბრის მეტრო. ულამაზესად გააკეთეს მართლა აქაურობა. აქ საუბრობ იმაზე, რომ ძალიან მომნატრებია აულაბარი, რადგანაც მე სტუდენტი გავხდი და თბილისში ჩამოვედი, პირველად ცხოვრება დავიწყე აულაბარში და ძალიან მომწონს მართლა აულაბარი. ეხლა ამ ეტაპზე სადგურის მოედანზე ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს აქაურობა, იმიტომ რომ აულაბარში რო ვცხოვრობდი, აქ დავდიოდი ხოლმე რიყის პარკში სულ სასეირნოდ. როცა თავისუფალი დრო მქონდა, როცა განტვირთვა მინდოდა, ყოველთვის აქ დავდიოდი სასეირნოდ. და ძალიან მიყვარს აქაურობა. მით უმეტეს ეხლა გამწვანებულია. იქ მინდა ასვლა. საბაგიროთ. ნახოთ რა ვიცი როგორც მოვახერხებ, თუ დრო დამჩა აუცილებლად ავალ. და კიდევ სამებაში მინდა წასვლა. მაგრამ ჯერ პირველ რიგში მივდივარ იუსტიციის სახლში პასპორტის გაკეთება მინდა და გადავწყვიტე რომ ფეხით ჩავსულიყავი მეტროდან მერე ფეხით. იმიტომ რომ ფეხით სიარული მიყვარს და მით უმეტეს ესეთ ლამაზ ადგილებში განსაკუთრებით მიყვარს ფეხით სიარული. ნახეთ რა სილამაზეა. აი, საკმარისია უბრალოდ სადმე რო სეირნობთ, ანუ საკუთარ თავს დააჯეროთ, რომ ვითომ ტურისტი ხართ, ანუ ვითომ სხვა ქვეყანაში ხართ სამოგზაუროდ წასული, ვითომ ტურისტი ხართ და აი საკმარისია ეს ფიქრები და მიხვდები თუ რა ლამაზ და რა საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. იმიტომ რომ არ ვაფასებთ რა, სათანადოდ არ ვაფასებთ ჩვენ ქვეყანას. მაშინ როცა ესეთი ულამაზესი ადგილები და ძალიან ბევრი ულამაზესი ადგილები გვაქვს საქართველოში, ანუ უცხოეთი სასწაული მგონია რა. ხო და იცოდეთ რომ საქართველოში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობები გვაქვს, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილები გვაქვს. და რავი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა უნდა მოვინახულოთ სათანადოდ რა, დავათვალიეროთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანის სხვადასხვა კუთხეები მოვიაროთ და მერე უცხოეთშიც ვიმოგზაუროთ, რა თქმა უნდა. ამ გადასასვლელში არ ვიყავი აქამდე. In 150 meters, turn right onto the ramp to Svia Gamsakardia named Right Bank. მიკროფონი არ წამომიღია. იმიტომ რომ დამჯდარი იყო და მიკროფონი არ მაქვს წამოღებული, მაგრამ ტელეფონიც მიჯდება სამწუხაროდ. ანუ პატარ-პატარა ნაწყვეტები მინდოდა გადამეღო მთელი დღის ვლოგი, მაგრამ ტელეფონი მიჯდება. გავაკეთე პასპორტი, ცოტა გაჩეჩილი ვარ, მაგრამ არა უშავს. გავაკეთე პასპორტი და ეხლა რა ვიცი, ცოტა ხანი რიყის პარკში დავჯდები, მერე სამებაში გავალ და მერე უკვე ალბათ წავალ სახლისკენ.
ტყარი არ მოჩანს. ძალიან ლამაზია აქაურობა. ავლაბარმა ძალიან შემაყვარა თავი. იმიტომ რომ ძალიან სილამაზეა რა. და ზოგადად თბილისში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილები გვაქვს. ასე რომ მოინახულეთ აუცილებლად თითოეული კუთხე კუნჭული, რისის საშუალებაც გაქვთ, ესე ვთქვათ. ძალიან კარგია. მიყვარს სიარული და მით უმეტეს ესეთ ლამაზ ადგილებში სიარული არ მღლის. რასაყვარლობა რაღაცას მოვაგენი მიწისქვეშა გადასასვლელში. ოღონდ დალეწილია. ეხლა მინდოდა ვიდეო ჩამერთო და მეთქვა რომ რა კარგია რომ არავინ არ გადმოდის აქეთა ხაზზე თქო. და ზუსტად მაგის თქმას რომ ვაპირებდი, მაშინ ჩაიარა მანქანამ. ხო. და ჯერ რეალურად აწერია ფასლაინი. და მანქანები საცობის დროს მაინც გადადიან გვერდით. ანუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. იმიტომ რომ კანონები კანონობს და ძალიან ემორჩილებიან კანონებს რა. ნუ ზოგ ქვეყანაში. რა თქმა უნდა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც საერთოდ არ ემორჩილებიან კანონებს. აი, მიდის აგერ ავტობუსი, მარშრუტკა. იქეთაც საოცრებაა რა. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს მომეცა იმის საშუალება, რომ ესე გამოსულიყავი და დამტკბარიყავი ამ სილამაზით. ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. რთული დამღლელი სამუშაოს შემდეგ, დამღლელი კვირის შემდეგ. და მადლობა ღმერთს პირველ რიგში, მადლობა სამყაროს ამ შესაძლებლობისთვის. ასე რომ გეტყოდით, რომ სანამ ანუ დილას რომ თვალებს გაახელთ, დატკბით იმით, რაც გაქვთ, კმაყოფილი იყავით იმით, რაც მოგცათ ღმერთმა. პირველ რიგში ყველაზე ძვირფასი, რაც ღმერთმა გაჩუქათ, ეს არის კიდევ ერთი დღე, მშვენიერი დღე. რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეთ, რაც არ უნდა ცუდად იყოთ, ყველაზე მეტად მადლიერი იყავით, რომ ცხოვრებამ მოგცათ კიდევ ერთი დღე. ასე რომ დატკბით, ცხოვრებით. საოცრებაა მართლაც ყველაზე დიდი საჩუქარი არის ის, რომ დილას თვალებს ვახელთ და ვიღვიძებთ. სამწუხაროდ ტელეფონი მიჯდება და ბევრს ვერაფერს გადავიღებ. მაგრამ რასაც გადავიღებ და რასაც მოვასწრებ. რა ვიცი, შეძლების დაგვარად. ეს ტელეფონი ძალიან მალე ჯდება, რა გავაკეთო. მალე იმედი მაქვს, რომ ახალი ტელეფონიც მექნება ძალიან კარგი. რითაც შემოგთავაზებთ ხოლმე ძალიან კარგ ლამაზ ვიდეოებს. დავედით მარტო ვარ. მოვიცადე რომ მარტო ყოფილიყავი და მარტო ჩავჯექი, ეგრე მერჩინო.
საერთოდ არ ღირს ძვირი. ორი გზა, ანუ წასვლა წამოსვლა ღირს 5 ლარი. ხო, საერთოდ არ არის ძვირი. ნუ მთაწმინდის საბაგირო უფრო იაფია, 3 ლარია თუ აგზები. მაგრამ არა უშავს. გაწვიმდა ცოტა გაგვიწვიმდა. სამეფო. ანუ ყველა მხრიდან რო საოცარი ხედი იშლება. საით გინდა გაიხედო. ანუ რომელი მხრით გინდა დადგმე. ყველა მხრიდან საოცარი ხედია. ძალიან მიყვარს, რა გავაკეთო. ანუ ძალიან მიყვარს ესეთი ლამაზი ადგილების მონახულება და ესე ტურისტული სიარული. ძალიან მიყვარს. ჩემი ოცნებაა, რომ სხვადასხვა ქვეყნებშიც ვიმოგზაურო და სხვადასხვა ქვეყნებიც მოვინახულო. ანუ წელიწადში ერთხელ მაინც რო წავიდე ერთ ქვეყანაში და ვიმოგზაურო, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მიყვარს. მოვსულ ვარ უკვე. ძალიან ღრმა ბავშვობაში ვიყავი აქ ქართლის დედასთან და დიდი ხანია მინდოდა მოსვლა. ანუ დიდი ხნის წინ გეგმავდი აქ ამოსვლას და როგორც იქნა ამოვედი. აქეთ ამ მხარეს არის მწვანე ბუნება, ნაკლები შენობებით, ნაკლები კორპუსებით და იქეთ ამ მხარეს არის მთელი თბილისის ხედი. ვიდეოს ვიღებდი და ტურისტმა დაიხარა და ისე გაიარა. ეს ახლა დასაფასებელი არ არის, ხელი არ შევუშალო და ეს რა ქვია, დახრილ მდგომარეობაში გაიარა. ეს არის ძალიან დასაფასებელი საქციელი. ძალიან მინდა სამოგზაურო კონტენტი. მინდა ძალიან კარგი ტელეფონი, კარგი მიკროფონი და სამოგზაურო კონტენტი. უცხო ქვეყნების მონახულება. აქ ხელჩაყოლებაზე ის არის, რა ქვია, ხეები, რომელიც ფარავს, ესე ვთქვათ, ხედს. თბილისის ხედს ფარავს აქეთ ამ მხარეს სულ ხეები. მაგრამ საოცარი ნაძვის ხეებია, ძალიან ლამაზი.
აი სულ ბუნებაში ჩაფლული ბილიკია. ბუნებაში ჩაფლული ბილიკი ულამაზესი ხედებით. და აი ესეთ ადგილებში სიარული უბრალოდ არ არის ჩემთვის დამღლელი. ანუ თითოეული კუთხე კუნჭული უნდა მოვიარო, თითოეული კუთხე კუნჭული უნდა მოვინახულო და მხოლოდ მერე წავიდე სახლში. ოღონდ 10%-ზე მაქვს ტელეფონი და ძალიან მალე მომიწევს ვიდეოს დასრულება. აი თავისუფლების ძეგლს ხედავთ? რუსთაველი თავისუფლება. მთელი თბილისი მოჩანს იქეთ მთაწმინდა. ძალიან კარგი ვქენი, რომ აქ ამოვედი. ეს ხეები როა ჩაყოლებული ლამაზად. საოცრება. ცოტა ქვეწარმავლების სეზონია და ესეთ ადგილებში თან დაბლაც უნდა ვიყუროთ, რომ რამე რო არ გასრიალდეს. ძალიან მეშინია, რატომღაც გველის განსაკუთრებით ობობა მწერები, ქვეწარმავლები, რატომღაც ძალიან მეშინია. ნუ ძალიან რა მეშინია რა. აი ჩვეულებრივი ყვავილის ფოთოლია ხო? ფერი აქვს შეცვლილი, უკვე დაჭკნობის პირას არის მისული და რა ლამაზი ეშხი აქვს. რა ლამაზად გამოიყურება. ეს ნახეთ. საოცარი სილამაზეა. რაღაცა ძალიან ჩემთვის უცხო მცენარე აღმოვაჩინე, რომელსაც ესეთი ნაყოფი აქვს, ნახეთ. ველურ ბალს გავს. ფოთლებიც ბალს უგავს. არც თუ იცით ვინმე რა მცენარეა და რა ნაყოფი აქვს, დამიწერეთ აუცილებლად. ასეთი რაღაცნაირი ძალიან უცხო ფორმა აქვს. ვერ მივხვდი რა არის. ამ თვალიერებაში მე მგონი ჩამოვედი დაბლა საფეხმავლო ბილიკით. ანუ აი ეს ამ ბილიკს მოვყვები მთელი გზა და სად მიდის მაინტერესებს და ხო არ სრულდება. ანუ არ სრულდება ეს ბილიკი.
ყველაზე ლამაზი წერტილი. აქ უკვე მალევე ტელეფონი დამიჯდა და სამწუხაროდ მეტი ვეღარაფრის გადაღება ვერ მოახერხე, თუმცა საოცრად დავტკბი მოკლედ, ავყევი ამ ბილიქს ბოლომდე. ჩამიყვანა სადღაც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში, ესე ვთქვათ, უბანში, სადაც იყო ასევე ტაძარი, ასევე მოვინახულე ეგ ტაძარიც, შემდეგ ისევ ამ ბილიქს ამოვყევი, მივედი საბაგიროსთან, საბაგიროთი ჩავედი დაბლა, წავედი ასევე სამების ტაძარშიც, სადაც საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, მართლა საოცრება იყო და ესე დასრულდა ჩემი დღე.